ეს გლოვო რა ბომჟი აპლიკაციაა. 15 ლარიო ეს რა. სიცხე მატულობს, არიფები არ მატულობს. საათში 500 ლარს ვაკეთებ ბიჭო. კურიერობას რა უნდა 19 ლარიო ბიჭო. აუ ეს ამდენი არის. 40000-ზე დაისტუკა. სკოტის რეიზიას ვერ მეწევი ბიჭო. ან მithumetes თუ ალმასი არ გვაქვს მაგ დროს რა შევია. მე ვარ ბომჟი კურიერი. ოპა, ბენგ ბიჭო. მის გლოვოზე მუშაობთ, გამძლეობას გისურვებთ. გამარჯობა ყველას, მე ვარ ირაკლი და დღეს მე ვიქნები გლოვოს კურიერი. აი ამ შედევრალური სკუტერით ვიგაზავებ თბილისში. მოკლედ წავედით, უაშემო მივიდა შეკვეთა, დავით გავუგაზოთ, ნახოთ რა იქნება. დარჩით უყურეთ ბოლომდე ვიდეოს და გაიგებთ რამდენ ლარს დავაწერნებ დღეს. ესე ჩვენი პირველი შეკვეთა McDonald's-ი, იმაქვს საათ. ოკეი, წავედით. Let's go. სკუტერზე რამდენი ხანი არ ვშდარ ვარ. მოტოს მე რა უჩვეულოა. უჩვეულოდ კომფორტული. სუბუქი მოქნილი და ვაი. ასწორებს ეს სამაგრი რა არის. არა მომივარდეს ტელეფონი. დან ჩამოყარეთ. გადავეჩვია ძრომიელსა. მეთქი არ გამოვედო. მადლობა. იმდენი ხანი არ მიმუშავია და მოვიტყდა სადრა როგორ ხდება. სადარი კოკა-კოლა დავაბათ. მოდი აქ. ეგრე. შენაკ. წავიდა. რა მოძრაობა მაინც კვირა დღეს. წავიდა, მოკლედ ნახოთ აბა ერთი. რა მუშაობა იქნება და გაგიზიარებ ზოგადად სპეციფიკას მუშაობის. რა ხდება გლოვოზე, იმიტომ რომ ვინც არის აქამდეც მუშაობდი. თითქმის 4 წელი მუშაობდი კურიერად და რაღაც გამოცდილება მაქვს უბრალოდ ჩრდილოეთში მუშაობდი, დიღმის მასებში ვცხოვრობდი და იქით მიწევდა სირბილი იმ უბნებში ვტრიალებდი ძირითადად. აქეთ არც ქუჩები ვიცი ახლა, არც ობიექტები და ცოტა გამიჭირდება, მაგრამ მაინც ნახოთ აბა რა შევძლებთ. ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ. ეს გლოვოს შიდა GPS-ია, ანუ აქამდე Google Map-ით მოძრაობდი ხოლმე და Google Map-ით სიარულს, რა ვიცი, რუკის გარეშე იარო ჯობია მე მგონი, ხან ესეთ შეხში შეგიყვანს და ისეთ გზაზე შეგიყვანს, სულ რო არ არსებობს და მე მიდი და არკვიე საიდან გახვიდე, როგორ გახვიდე და ასე შემდეგ. Так, მოიცადე, აქ უნდა შევარდე ბიჭო, მაგის დე დავატირეი. ბოდიშით. გაუმაზე. მოსახოვი. რა კარგი გზებია რა არის ეს. ბოდიში McDonald's-ის Coca-Cola-ს დავყურე. არც ისე ჩქარა დავდივარ და რა ვიცი, უბრალოდ თბილისში ესეთი კაი გზები გვაქვს. აუ ეს კორპუსია მე მგონი. ბენგ ბიჭო. ოპა, მე სართული. დაველოდოთ. არაფერს. გამარჯობა. არაფერს. ოპა. სითიმოლია, არ გვინდა სითიმოლი. აქ რა ხდება? GPS-ი დავაი 5 ლარი. თამზადარი. იზი ბიჭო. დაურეგოთ. გამარჯობა კურიერი ვარ. სტაფილოსფერი კორპუსია, ხო? თვითონ კორპუსი თეთრი მწვანე. თეთრი მწვანე. არაფერს. ნახავთ ეს 15 ლარიო ეს რა არის? დავაი 15 ლარის გამოზა არ შეიძლება. აგროჰაბი სად არის? თანმზადარი. შვენიერი. დავაი დავგაზეთ. 15 ლარიანი აგროჰაბის გამოზა არ შეიძლება. დროზე მივიდეთ, დროზე ავიღოთ, დროზე დავტოვოთ და შვენიერი შეკვეთა 100,000 ერთხელ შემოდის და მაგრად გამიმართლა. აგროჰაბი აქ ყოფილა. გამარჯობა. ეს ყველაფერი ერთად არის? აუ, სიმძიმეა. აუ, ეს ამდენი არის? ორიოს მაინც ვერ წავიღებ, არ ჩამეტევა. აუ, მოკლედ ეს გლოვო რა ბომჟი აპლიკაცია არის. აი ამის, აუ, მოკლედ ახლა რა მომივიდა მოგიყვეთ რა. აგროჰაბის შეკვეთა შემომივიდა 15 ლარიანი, თიფსით იყო უეჭველი და დამიმატა მეორე. თან მიმატებდა ძალიან ცოტას, 4 ლარს დაახლოებით. და მიმავალზე ერთხელ ჩავიხსენი და თურმე გლოვოში რადგან შეკვეთა მზად არის, არ გახსნევინებს ეგრე მარტივად 5 ჯერ უნდა დააჭირო თურმე 5 ჯერ. რა ჩაგიხსნას და მიმავალზე ნერვები მომიშალა, ალდექი დავადასტურე, მეთქი იქვე არის, ვარემ წავიღებ თქო და მივედი და ორი დიდი კალათა დამხვდა არაფერში. აი ფიზიკურად რო ვერ ჩავტევდი გაშლილ ჩანთაშიც კი ეგეთი შეკვეთა დამხვდა და ალდექი გადავობი ერთ-ერთი. ანუ 50-50-ზე იყო იმის შანსი რომ გადამება თიფსიანი შეკვეთა და მაინც 15 ლარიანი შეკვეთა ჩავიხსენი და შემშა 4 ლარიანი. მაგარი რამე მომივიდა ახლა ცოტა კი მეცინება, მაგრამ სასაცილო არაფერია. აი ეს 5 ჯერ დაჭერა ჩასახსნელად რა საჭირო არის ალმასი როცა გაქვს ადამიანს. აი არ ვიცი ახლა გლოვოს წარმომადგენლები თუ ნახავენ ამ ვიდეოს, მაგრამ რამდენიმეჯერ გემრიელთ მოვიკითხე გლოვოს კომპანია და ეს სისტემაც მათ შორის, ასე რომ ძალიან მაგარი რაღაცა გაქვთ აპლიკაციაში დამატებული ეს ჩახსნის მაგარი ფუნქცია მიყვარს, აი სასწაულია. მადლობა ყურადღებისთვის. უბრალოდ ნერვები მომეშალა არაფერს 15 ლარიანი შეკვეთა დავკარგე. 15 ლარი ესე გავუშვით, უბრალოდ გავიქნიე. ნახვი მეთქი. შემთხვევით ანუ არ მინოდა იმის ჩახსნა. ვერ გავიგე რა, ვერ დავიმახსოვრე მესამართი და 50-50-ზე იყო იმის შანსი, რომ ჩამეხსნა 15 ლარიანი შეკვეთა და მაინც ის ჩავხსენი. მაგის დედაც. აღარ მინდა მუშაობა. აქ უნდა შემეხვია, აუ შენი GP. აუ ის კორპუსი არის. აუ ეს რამ ხელა რაღაც დგას, ეს რა არის? აქედან შესასვლელი თუ აქვს ნეტო?
აუ შენი იმედი აქედან აქვს შესასვლელი რა ვიცი აბა ეს იქნება სადარბაზოები სადა აქვს ახლა გამარჯობა არაფერს ნახავდეს ოიქით მხარეს არ გვინა გადასვლა მესამე შეკვეთა დავტოვე თითქმის 2 საათში ძალიან მაგრად მედიო რა იმ აგროჰაბმა ძალიან გამაჩერა და ჩამიგდა მუშაობა რა და აქ სად მეტივართ ახლა საჩებურეკე მოკლედ აგროჰაბმა როგორც ყოველთვის აი კლასიკურად რა ადრეც რაცა ვმუშაობდი სულ აგროჰაბი იყო ხოლმე თავარი პრობლემა ანუ აგროჰაბში გვიწევდა ლოდინი აგროჰაბში იყო დიდი შეკვეთები რა შემოგივიდო და რას დაგიმატებდა აი რა ვიცი ის იყო ახალგაზრდობის გახსენება იყო მოკლედ ეს მომენტი თავის ძროზე მარშალ გელოვანზე რო აგროჰაბის შეკვეთა შემოგდიოდა გინებით მიდიოდი გაიხარე ძმა იმენა პროფესიონალობ მზღოლი ხარ სად შეუხვია აი ხლა ამანაც სადამიყვანა იქით მიჩვენებდა გასვლას და იქით არ არის ასასვლელი რა აქ ზებრაზე თუ გადავიყვან ხელით მაგრამ რავი მოკლედ აი შუქნიშანზე აქ შეიძლება მოკრუგო აქ შეიძლება თუ გეიხარე შენ არ დავარღვიეთ ჩვენ არ ვარღვევთ ზოგადად კანონმორჩელი მოქალაქეები ვართ ხო იო რა გზა არის აი დავქანაობ ეს რა კარგი გზები გვაქვს აქ აუ შენი გაიხარეთ მადლობა თბილისის მერიას ძალიან მაგარი გზები გვაქვს იმიტომ დარბიან ჯიპებით ანუ იციან რა ჯიპით ვერ გზნობ იმდენად ამ იდეალურ გზის საფარს ჩვენ გვინდა ახლა მარცხნივ ხო ძმა რავი აბა ცოტა კურიერი ვარ მაგრამ რა ხდება ბიჭო შევ გადამი არა მოკლედ იმ 15 ლარზე ფიქრმა. აუ, წარმოიხურა 15 ლარი გავმაზე, ბიჭო, ეგ იყო 5 წუთის საქმე იყო, უცებ ჩაიგდე ჩანტაში გაგაზე, ესე 15 ლარი ჯიბეში გაქვს. და ახლა დავარვი 2-5 ლარიანებზე, ბიჭო. აუ, ეგეთი რამე ძალიან ტეხავს რა, აი, 1 საათის სამუშაო დავკარგე იდეაში რა, 1 საათის საქმე საშუალო საათში 15 ლარს აკეთებ რა, საკურიეროში. ფაქტობრივად 1 საათი გადავაგდე. აუ, მარცხნივ მინდა, ბოდიშით მეგობრებო. ოქსა და საჩებურეკა. აი, სად ყოფილა საჩებურეკა, ბლედ. ჩებურეკა. ეს ჩვენი ჩებურეკა. პოლიტკოვსკაიაზე მე მოხდა ხომ მთელი ვაჟა უნდა გავჭრა. მთელი ვაჟაზე უნდა გავიგაზავა. Let's go. დაცხა. ამინდები გამოდის, სიცხე მატულობს, ტარიფები არ მატულობს. გაუბედურება. წარმოგიდგენ, ამ ხელმანძილი უნდა გავიარო, მთელი ვაჟა უნდა გავიარო და 6 ლარს წერს. რომელი საათია? აუ, 3 ხდება და 3 ხდება პირველიდან გამოსული ვარ და ჯერ 20 ლარზე ვარ ბიჭო ასული, ხო არ გადაო. აბა გლოვოში ფული შოვებაო და მარტივი საქმეაო. ვაუ. ბიჭო, დავაი, ბრატ. რეიზიას ვერ ვეწევი ბიჭო. მე არ უნდა შეჩერება დაიწყო რა შუაშია ეგ არაფერ შუაშია მაინც გავასარე სხვათა შორის კარგი ხმა აქვს აი 1 ცილინდრის გათვალისწინებით დიოს კარგი ხმა აქვს მთელი დღე რო დადიხარ წარმოიდგინე კურიერով ხმით მაინც ერთობი რა ეხლა გისწორდება რაღაც ნორმალური ხმა რო აქვს და არა ტრაქტორის ხმა აი ეგ მომწონდა TVS-ში 1 ცილინდრიანია ვითომ არაფერი სკუტერია რა მაგრამ კარგი ხმა რო აქვს მაინც ასე თუ ისე გიხარია რა ცირედით მაინც ესეც საკმარისია უფრო ერთობი რა რა ხდება ახლა რატო აჩერებთ? ვერ გავიგე. ხო და მოკლედ, სად ვიყავი? TVS-ზე გიყობოდით. TVS-ი მყავდა Entorque. XP ოღონდ, ვითომ ყველაზე ძლიერი რო TVS-ებში. ხო და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ძალიან კარგი სკუტერი იყო რა. უბრალოდ კურიერობას რო შევეშვი, მაშინ გავყიდე რა მოტოზე გადავედი და აუ რა. შენი. ხო და დღემდე მაგ სკუტერს მივსწერი. იდეალური იყო. ყველაფრით მაკმაყოფილებდა. ვიზუალი, ხმა, სიჩქარე, მანევრი, კომფორტი. რავი, რაც გინდა მოკლედ. ყვილად არ არის რა კურიერების უმეტესობა TVS-ით დადის. ნუ TVS და Dio. ნუ Razer არის კაი ჯანდაბას. მაგრამ აი TVS და Dio რომ არის საკურიეროში ეგრე რავი არც ერთი სკუტერი არ არის გამომდგარი. ყველა მაგიდადეს. აი ხა გავიარო და შეხედე. სამი Razer არის ჩაყოლებაზე. ოხჩი, TVS და Dio მეთქი და Razer-ები გაიჩნდა. არა, იქ გვერდზე ხო იყვნენ მე TVS-ებიც. ნუ Dio მაინც პრო ნელი არის რა. მანევრი უკეთესი აქვს კი. მოკლე ბაზა აქვს და თითქოს მანევრიც უკეთესი აქვს ამის გამო, მაგრამ თლიანობაში რომ ავიღოთ მე პირადად TVS-ი მირჩევნია მაინც XP-თან. ეს რა, ძმა ჩამახალე კი არა და არც შემიმჩნია. მაგალითად ეს არის Honda Dio 125-იანი Smart-ი. ეხლა გარმენი აქვს 57000 და 40000-ზე დაისტუკა. ჩემი ძმაკაცის სკუტერია, ეხლა იმას ვეთხოვე ვიდეოს ჩასაწერად და 40000-ზე დასტუკა. ანუ ეგ არის ხო Dio-ს გამძლეობა და უკვდავობა. თან სასაცილო ის არის რომ სკოტის Dio-ა და ძრავი რომ დაესტუკა, არც ერთი ნაწილი არ ქონათ ძრავისთვის. აი ცილინდრი, პორშინი, რამე რაც არის საჭირო საერთოდ არაფერი არ ქონათ და მომედგინე ეხლა შენ რომ Dio ყავს და დაგესტუკა რას შვები მე მაგ დროს. ელოდები, თვეები, ანუ თვეებით ცდები და აღარ მუშაობ.
არ შეიძლება. ეს არის იდეაში სამუშაო მანქანა. სამუშაო ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იყოს ძალიან გამძლე და რისი ნაწილებიც უნდა გქონდეს სულ მაღაზიას. იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს თუ გაგიფუჭდა, უმუშაო არ ერჩები რა. ან სხვა სკუტერი უნდა იჩალიჯე. და მოკლედ ბევრი ძებნის და წვალების შემდეგ ძრავი იპოვნა და მთლიანად ძრავი შეუსვალა. ეგარი. მე რო TBS მყავდა, არაფერი დაჭირვებია 32 თუ 33000 გავარბენინა და მშვენივრად მემსახურა გიჟივით. აქ სად შევდივარ ახლა? პირდაპირ და მარჯვნივ. აქ შესვლა შეიძლება და არ ვიცი შეიძლება თუ არა. მოდაცვაძია თუ გამაჩერებს მე ვეტყვი. ზემოდან მახსოვს შევდიოდი ხოლმე და. გამარჯობა. ჩებურეკი ხო? არაფერს გემრიელოთ. ბანკოკი. კაიბარი მაქვს ვარ თავიღოთ ესეც. ამზად არის. აი ესეთი მუშაობა მიყვარს. დატოვებ თუ არა ეგრევე რა შემოგდის და იღებ. წავედით. Let's go. დავაი არავინაა, მიდი ჰა. გამარჯობა. ოკიდე დამემატა? არ გვინდა? აღარ გვინდა. ნახვამდი სხვა ობიექტია თან ახლა ქვევით შადი. რა კარგი გზებია, მოკლედ აი თბილისში მიყვარს რა გზების ხარისხი. ძალიან მაღალი დონეა რა. არ ვიცი ეს ხალხი საიდან იგონებს ხოლმე რომ გზები არ ვარ გადა ასე შემდეგ. მოკლედ შენი პროვოკატორები ბიჭო. საიდან რას მოიგონებენ ხოლმე რას ქვია გზები არ ვარ გადა ასე შემდეგ. შვენიერი გზებია ნახე. რა ვიცი აბა. უჩემ არ ეს გაფხიზლებს რა არ ჩაგეძინოს რო არ მოდუნდე და ასე შემდეგ. ანუ ისე ხალხს ეზრუნო ხო ხდებით. ოპა ისე სხვათა შორის მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი არ მიმშავია კურიერად მარტივად აუღიალყო გავიხსენე ახალგაზრდობა ასე ვთქვათ მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ჩრდილოეთში მუშაობდი და აქეთ არც ობიექტები ვიცი სად რა არის არც მისამართები არც კორპუსები და ასე შემდეგ მოკლედ იქ ჩრდილოეთში დაზეპირებული მქონდა ყველაფერი ანუ ყველა ობიექტი და ყველა კორპუსი ვიცოდი სად რა იყო რომ ვნახავდი მისამართს უკვე ზეპირად მივდიოდი GPS-ის გარეშე და აქ უკვე მიწევს რა ადგილების გახსენება რაც დიდ დროს მაკარგვინებს და ამის გამო შემოსავალი მიმცირდება იმიტომ რომ დრო ფული არა დრო გეკარგება ესე იგი შემოსავალიც გეკარგება რა ამიტომ ვფიქრობ 100 ლარზე ასვლა გამიჭირდება 5 საათში იდეაში გეგმაში მქონდა 5 საათში 100 ლარზე ავიდე მეთქი მაგრამ ვატყობ გამიჭირდება ძალიან ოპ აქ რა ხდება ბოდიშით მე შევეტევი 5 ეს არის ხო გამარჯობა. არაფერს გემრიელოთ. მაკია, მაკდონალდს. დავაი მზად იქნება მაკდონალდს ტესტი. არა უჩი. მიგაი. რა ვერ დავამუღამე იცი? შეკვეთა რომ შემოგდის სანამ დაადასტურებ. სად უწერია რომ შეკვეთა მზად არის ან არ არის. აი ახლა უყურებდი ვერ დავაკვირდი რა მაკდონალდსი მომცა და დავადასტურე და თურმე არ ყოფილა მზად და როგორ არკვე უწერია სადმე მზად არის თუ არა შეკვეთა. ანუ სანამ დაადასტურებ მანამდე. ანუ ეხლა დავადასტურე და რო ჩავიხსნა საპორტს უნდა მივწერო თუ ისე ვეღარ ჩავიხსნი დამბლოკავს. მოკლედ რაღაც ვერ ავეწყე რა ვერ უმუშაობ იმდა შეკვეთას ვერ ვტოვებ. რომელი საათია? ამასად აქვს საათი. 4 საათია პირველიდან გამოსული ვარ და რა გავაკეთე არაფერი 30 ლარი გავაკეთე. ძალიან ცუდი შედეგია რა მოკლედ. საათში 10 ლარი რო გამოგდის საშუალოდ. ესეთი ცუდი მუშაობა ანუ საათში 10 ლარს ვაკეთებდით 2021-22 წელს. ზოგი გამოსტილი კურიერი რომელიც დიდი ხანი მუშაობს და უკვე ზეპირად იცის ობიექტებიც, კორპუსებიც და ასე შემდეგ ისინი მეტსაც აკეთებენ. ალბათ საათში 20 ლარი მაინც საშუალოდ გამოსდით და მე არაფერი გამომივიდა 10 ლარი საშუალოდ არის ძალიან ცუდი შედეგი. ანუ არ ვიცი რის გამო გამოვიდა ეგრე. ანუ ორ ობიექტზე ლოდინი დამჭირდა და გლოვოს ის აქ ცუდი რომ შეკვეთა რომ შემოგდეს არ გიჩვენებს შეკვეთა მზად არის თუ არ არის სანამ არ დაადასტურებ. ხო და არ ვიცი რა უნდა გააკეთო ამ დროს რა ლოგიკით უნდა იხმძღვანელო და როგორ უნდა არჩიო გამზადებული შეკვეთა რომ დრო არ დაკარგო, არ ვიცი. ან მით უმეტეს თუ ალმასი არ გაქვს მაგ დროს რა შვები, ანუ ფაქტობრივად არ მუშაობ, ხო? თუ არ ალმასი არ გაქვს, ყველა შეკვეთა უნდა აიღო, ყველას უნდა აელოდო თუ მზად არ არის, თუ რომელიმე გაგაწვალებს, რაღაც პრობლემური იქნება. აი დიდი შეკვეთა შეხვდა წეღანაგრ ჰავში რომ მომივიდა. იმ ხელა შეკვეთა იყო, მანქანით ვერ წაიღებდა ადამიანი და წარმოიდგინე ეგეთ შემთხვევაში რა ხდება? ალმასი თუ არ გაქვს. ფაქტობრივად არ მუშაობ, ხო? ან ყველაფერი დაგაქვს. ძალიან ცუდია. აუ, იქ უნდა შევსულიყავი ქვევით. ეს კორპუსია. გავწდი. ჩემი ბრალია. მადლობა. გამარჯობა. არაფერს გემრიელოთ. ნახავთ. წავედი მოხიე სახლში რა. აუ 10 ლარიანი ჩამიგდო რაღაც ბიჭო. აიცადე ერთი კაც. 10 ლარი პატარა პულია. HBO-ს ეხა ავიღებ. დაგთხო, არ არის მზად 16 წუთია. გაგრა სახლში ავირბენ. შნურს შევცვლი და მანამდე გამზადდება კიდეც. აწყობს. დავაი, let's go.
ძალიან ბევრს აქვს ხოლმე იმის ილუზია, რომ კურიერები ძალიან ბევრ ფულს აკეთებენ და მილიონერები არიან, მაგრამ რეალობა იქნება ეს. ახლა გავიგებთ საშუალო სტატისტიკური კურიერი რამდენს აკეთებს, რამდენ ხანში. იმიტომ რომ ბევრს უყვარს ხოლმე ბაქი-ბუქი, რომ აი ძმა საათში 500 ლარს ვაკეთებ ბიჭო. ან აქ ძმა 300 ლარი დავაწერინე სამ შეკვეთაში ბრატ. და ეგეთ რაღაცები მოკლედ ჯგუფებში იციან ხოლმე ეს ერთმანეთთან რაღაცების დატოლება, მაგრამ რეალობა ის არის, რომ 1000-ში ერთხელ თუ გაგიმართლებს რაღაც მაგარ ტიპსიან შეკვეთას თუ ჩაგიგდებს, ან თუ მიგაყოლებს, თუ მიგაყრის შეკვეთებს და მე მაგ დროს გიგროვდება რა. და მე კარგათაც აწერინებს. მართლა ის საშუალოდ 25 ლარიც რო გამოგდის, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ხან საათში 100 ლარს აკეთებ, ხან 15 ლარს, ხან 5 ლარს და ასე რა. მოკლედ ის ილუზიები არ შეიქმნათ, რომ კურიერობა მარტივია და ბევრს აკეთებენ აქ. მეურს გამსმენია კიდე რომ კურიერობას რა უნდა ძმა სკუტერზე ზიხარ კატაობ კატაობ მაგრამ სიცხეშიც სიცივეშიც წვიმაშიც ქარშიც თოლშიც თუ გინდა რომ ფული გააკეთო გიწევს ეს ყველაფერი და არ არის მარტივი საქმე სამწუხაროდ ხო ახლა სამწუხარო რეალობა გითხარით რაც ბევრმა არ იცოდით ანუ ბევრს აქვს ხოლმე რაღაც მცნარი წარმოდგენები. ამ დროს რეალობა სრულიად საპირისპიროა და განსხვავებული. კურიერობა არ არის მარტივი საქმე. ყოველდღე გიწევს რისკის ქვეშ ყოფნა. იმიტომ რომ 1000 გიჟი დადის გზაზე, ხალხმა არც სიმციმა იცის, არც სარკე იცის. არაფერი საერთოდ, ანუ ისე დადიან. ყველაზე არ მოგესაუბრა, რა თქმა უნდა, კარგი მძღოლებიც არიან, მაგრამ უმეტესობა თბილისის ქუჩებში დადის ისე თითქოს საკუთარ ორღობებში იყოს და არავინ აინტერესებს. სკუტერითაც გიწევს ადაპტაცია და ამ ყოველდღიური საფრთხის ფონზე მუშაობა და რაღაც ილეთების კეთება. ანუ ხან არის ხოლმე მომენტი, რომ და არიდო რაღაცას უნდა გაძვრეს სადღაც და მოკლედ სტრესულია ძალიან. არ გეგონოთ რომ სკუტერზე დაждები, იკატავებ, ფულს გააკეთებ და ვაშა. არ არის ეგრე. აქ MT-07 იდგა ხოლმე, სულ ახლა ეს დგას. კავა 636. ოკეი, აბა ვნახოთ რა ხდება HP-ში. გამარჯობა. გლოვა შეკვეთაზე ვარ. ეს არის? კი. მეცადე? არა, სხვა არის. მადლობა. აი ეს ახლა 5 ლარი დამიმატა. ანუ 100 ლარიანი შეკვეთა იყო, მარგე მიმაქვს საათ, მარგე იქ არის. თუ მზად არის, აი ეგ არის საკითხავი. გზად მიმაქვს რა. შეიძლება გაყოლება 5 ლარის ამან ბონუსად, მაგრამ არ ვინა, გზად არისა. ეხლა მატყუებს. არ ვინა ბიჭო შემეშვი. დროს დავუკარგავ რა. ტრიალ ბზრიალში. კაი, ოკეი, მარტო ეს მიმაქვს HP ესე იგი. აუ, არა კომფორტულად ვარ რაღაც რა, აი მაინც რაღაც არ გამოდის. დავეშვით რა. პოლიტკოვსკაიაზე მიმაქვს და იმედია სულ მწონე დამემთხოვა და ვიგაზავებ. ჩემბეც. ძალიან მოვინდომე. მე რამდენი შეკვეთა იყო ნეტა ეს, რაც დავტოვე. დი 8 შეკვეთა დავტოვე ბიჭო, 45 ლარი გავაკეთე. ხوار გადავ ბომჟი იმენა. მე ვარ ბომჟი კურიერი. სად არის აგრომენი, სადღაც აქ მახსოვს, ადრე ვიღებდი ხოლმე შეკვეთას. 1 4 3 წლის წინ აგი ეგარი. საწავიდო და ვა. მადლობა. მოგწევთ? გამარჯობა. არაფერს, ნახვამდის. ხوار წავიღო. დავაი მაგის დედას 11 ლარი პატარა ფულია. რამე მაქვს? 5 ბლოკი. არა, ეს ხო რამე კაც. რამე მაქვს? გზავნილია? ალბათ, რავი, წავიდით. გამარჯობა. არაფერს. ნახვამდის. კაი, მოშნი დინამიკია. საინტერესო შემთხვევაა. გზავნილი მიმაქვს და ამთხოვა კიდე რაღაც გამომიყოლეო მაღაზიიდანო და ბარემ მივდივარ გზად და ხარჯია. პატივცემ ადამიანს დიდათ არაფერი მეკარგება და თან დღეს ისაც არ მაქვს კარგი მუშაობა და ასე რომ სიკეთე გავაკეთოთ და დავადასტურ ვაღება, გადაღება და მოვიწყო ფოტოსი. ნუ არის ხოლმე ესეთი დღეებიც რომ გინდა მუშაობა გამოდიხარ, მაგრამ ვერ აწერინებ აი რაღაც მიზეზების გამო, როგორც თქვი აი მაგალითად აგროჰაბში ველოდებით ხანს, რაღაც უაზრო შეკვეთებს მაძლევ და ნუ ასე შემდეგ რა, ბევრი წვრილმანი არის და თუ გაინტერესებთ, შემდეგში გავვალ უკვე ვოლტით სამუშაოდ და შევადაროთ სად უფრო კარგი სიტუაციაა, რა მდგომარეობაა იქით, რამდენიც აწერინებენ, რა გამოვა და ასე შემდეგ. ეგ არის ავიტანე ბოლო შეკვეთაც, აღარ გადავიღე და თან 10 ლარით დამტიპა. ოპა, ბენგ ბიჭო. მადლობა კიდევ ერთხელ თუ ნახავს ამ ვიდეოს. ოკეი, თქვი ბოლო შეკვეთა მეთქი, მაგრამ ისეთი რაღაცა ჩამიგდო, წარმოიდგინე 19 ლარიო ბიჭო. და აქვიტოვებ ორივეს. და დავეგაზით. აი დიდი შეკვეთა. ჩანთის გახსნა მეზარებოდა, მაგრამ აშკარად მომიწევს.
კაი მძიმეა. ეგ არის, всё, მოკლედ დავტოვე ეს შეკვეთაც. აუ, რომ მძიმე იყო. და მანამდე გეტყვით, რომ თუ თქვენც გინდათ Glovo-ში მუშაობა, აღწერაში მიუთითებ რეფერალის ლინკს და ამ ლინკის საშუალებით შეძლებთ Glovo-ზე დარეგისტრირებას და მუშაობის დაწყებას. ახლა გავჩერდებისადმე და პატარა შეჯამება გავაკეთოთ. მოკლედ დავასრულე მუშაობა. ახლა განახებთ რა გამომივიდა და რამდენი ლარი გავაკეთე. 100 ლარი მეთქი თავიდან ვიდეოში ვიძახი და 76 ლარი ძლივს გავაკეთე რა. ნუ საშუალოდ გამოვიდა 12 ლარი და 98 თეთრი უხეშად 13 ლარი. ეს არის ძალიან ცუდი შედეგი რა, მაგრამ არა უშავს. ხანდახან ეგეთებიც ხდება რა. ყოველთვის არ გიმართლებს და ყოველთვის ბევრს ვერ აწერინებ. შემდეგზე ვეცდები რომ ვოლტშიც გავიდე, ვოლტშიც ვიმუშაო და შევადარებ სად უკეთესი პირობებია, სად უფრო მეტის გაკეთება შეიძლება და აქაც 6 საათი ვიმუშავე. იქაც ავდგები და 6 საათი ვიმუშავებ და შევადაროთ ერთმანეთს. Glovo და Volt. ეს Glovo ნერვების მომიშალა. მოკლედ ვერ დავაგდე რამდენი წლის მერე, მაინც არეული დაუვლაგებელი აპლიკაციაა და ნერვებზეც მაგრად მოქმედებს რა. მაგრამ მით Glovo-ზე მუშაობთ, გამძლეობას გისურვებთ. მე კიდე დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე. კარგად.